ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და სანახაობრივი ვიდეო მოგიმზადეთ ჰიუსტონის NASA-ს ცენტრიდან, სადაც ახლა ვიმყოფები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დატკბებით და ისიამოვნებთ აი ამ არაჩვეულებრივი სანახაობით. წავედით. 20 feet, 13 forward, 19, 1201, 1201, roger, 1201 alarm. Where go, same tide, where go. Altitude, velocity light, 8.5 down, 20 feet, 13 forward, 11 forward, coming down nicely, 200 feet, 4.5 down, 5.5 down, 60 seconds, lights on. Okay, engine stop. We copy you down, Eagle. Tranquility Base here. The Eagle has landed. მე ვარ გოგონა, რომელსაც სიგიჟემდე აინტერესებს და უყვარს მეცნიერება და შესაბამისად მჯერად ამ წამს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ სფეროს მივეკუთვნები. სიტყვებით ვერ აღგიწერთ და ვერ გადმოვცემ თუ რას ვგრძნობ ახლა და რა ხდება ჩემს თავს, მხოლოდ ამ კადრების საშუალებით შეძლებთ აღიქვათ ის თუ რა შეიძლება ხდებოდეს ჩემს გულში და ჩემს გონებაში აი ამ საოცრების შემყურებ. პირდაპირ მივადგები იმ ნაწილს, რომელმაც სასწაულად ამაღელვა და უსიტყვოდ დამტოვა. ეს იყო ნამდვილ აპოლო 17-თან შეხვედრა. ეს კონკრეტული მოდული აპოლოებს შორის ის უკანასკნელია, რომელიც მთვარეზე 3 ასტრონავტის შემადგენლობით 1972 წელს წარმატებით დაფრინდა და 3 დღე მთვარეზე დაჰყო. თვალებს ვერ ვიჯერებდი, რომ ის ჩემთან ასე ახლო, ასე ხელშესახებად იდგა და მის მოძველებულ კარკას მიღმა NASA-ს ისტორიის ამდენი მნიშვნელოვანი დეტალი იმალებოდა. ამ ექსპედიციიდან ასტრონავტებმა 110 კილო მთვარის ქვები ჩამოიტანეს კვლევებისთვის. ცრემლებამდე მიმიყვანა ნამდვილი ასტრონავტების გადამზადების ყურების მომენტმა. განსაკუთრებით, როდესაც გავიგე, რომ სწორედ ჩემს თვალწინ მდგარი უახლესი მოდულით ისინი 2026 წლის დასაწყისში დაახლოებით 10 კვირაში მთვარის გარშემო იმოგზაურებდნენ. არ მოგესმას, სწორედ ამ ყმაწვილებიდან ერთიან რამდენიმე მათგანი ჩაანაცვლებს დღემდე დადასტურებულ საექსპედიციო შემადგენლობას, თუ ამის საჭიროება ნებისმიერი გაუთვალისწინებელი მიზეზით ოპერაციის ბოლო ფაზებში წარმოიქმნება. სრული სიგიჟე იყო იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ისინი გადამზადების ეტაპზე უძლებენ და ასევე იმ სირთულეების წარმოდგენა, რომელსაც ყოველდღიურობაში აწყდებიან. ჩემი შთაბეჭდილებები სასწაულად გაამძაფრა ვირტუალურმა რეალობამ, რომლის მეშვეობითაც მე ვირტუალურად დავფრინდი მთვარეზე და ფეხი შევახე მას. ასევე ულამაზესი მარსის მონახულებამ და შორიდან დანახულმა დედამიწის ზემშვენიერებამ. ეს იყო სიგიჟე ყოველგვარ დაშვებასა და ფანტაზიას მიღმა. ბოლო საჰაერო ხომალდებისა და რაკეტების ტერიტორიაზე გადავინაცვლე ველოდი მასშტაბებს, მაგრამ ფაქტია, მთლად ამ ხელასაც არა. გიგანტურ ძრავასთან შეხებამ საბოლოოდ გამომაფხიზლა. ამ პირიქით მეც საბოლოოდ გამისროლა იმ უკაცრიელსა და უცნობში, რომელშიც ერთ დროს მან თავად ჩაიყვანა კაცობრიობა. ღმერთო, ჩემი ხელები ეხებოდა ტექნოლოგიას, რომელმაც ადამიანები პირველად გააცდინა დედამიწის კარმანის ცხას და კოსმოსის უსასრულობაში გაიყვანა. იქაურობა შოკის მდგომარეობით დავტოვე, რადგან ამ სანახაობამ გადააჭერბა ყოველგვარ აქამდე მოსმენილსა და ნანახს. NASA-ში წარსული ყველაზე ჰარმონიულად ერწყმის მომავალს. ამ დაუვიწყარმა დღემ საბოლოოდ დამანახა რა პატარაა დედამიწა იმ ოცნებებისა თუ წარმოსახვის ფონზე, რომელიც ადამიანთა მოდგმას გვაქვს. ეს ადგილი მხოლოდ შთაგონება არაა, ეს ის ადგილია, რომელიც გახსენებს, რომ ადამიანები ოცნებებით აღემატებიან გრავიტაციის ყოველგვარ ძალას და დიახ, ჩვენს ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ შესაძლებლობებს საზღვარი ნამდვილად არ აქვს. თვალებს ვერ ვუჯერებ, სად ვარ და რა ხდება ჩემს თავს.